ხილსაც ეძახიან ხოლმე რა, ანუ აი ეს ქონი, არა, ძალიან ბევრი ეს ქონის უნდა დადნეს და საკუთარ ხონში უნდა შეიბრაწოს. გაიგე ბატონო დავით. აი მას ხო ხედავ ახლა, ხო ხორცია და ხო ქონია. ეს უგადნება და ამ ქონში მოიხლება ესა თვითონ. გამიგე? კეთდება აი ელემენტარულესად რა, ბატონო დავით, ის გახსენი? ჩვენი სუნელების. რა უნდა მეკვა? აი ესა. ხვაბი არა, მაგრამ აი ეს გავავსეთ. გირჩებითა და ტოტებით. ეს USA თუ ჯორჯიამ ვიფეშკაშა ამის ლინკს დავდებ. ეს არის ძალიან მაგარი რაღაცა. და შეშაც აემითი დავჭერით რა. ეს არის სუპერ ხერხი, გინახიათ. იშლება რა ესა და ავაწყე. ცოტა კი ვიწოლეთ, მაგრამ აი ესეთი ტოტები თუ დახერხა რა. ბატონო დავით, ეხლა ჩვენ ავიღოთ და მარილი. თუ არა, მოდი ჯერ მარილი არც გვინდა რა. მერე ჩავაყაროთ. ახალი სახურავი ბატონო დავით. ანუ რაც უფრო დიდი ქონიანია, ეგ უნდა დაალაგდეს დაბლა რა, რომ პირდაპირ გადუნობა დაიწყოს რა. მაგან. აი ეს ჩვენი. ჰა? ой, ზვალია, მაგრამ ნუ ქონით დაბლა რა. შენი ბატონო დავით, დანამუიტა, ამუიღე დანა ესა. ეგ დანამუიტანე.